და ფინალი, პირველი ფინალი უაჭარლებობს. ლუკა გელაშვილი გარდაბანი და საბა მამალაძე ოზურგეთი. თუმცა უგარდაბნელო ფინალი არა გვაქვს, გარდაბნელი მაინც არის. ხო. ხალიფასე ლუკა გელაშვილი. გელაშვილი გუშინ დაამარცხა ნახევარ ფინალში ვალევი თითქმევიძე და მამალაძე მოიგო ანრი დავითაძეს. ეს გახლავთ ლუკა გელაშვილი გარდაბანს ამ მომენტისთვის აღწერს იოქრო ვერცხლი და ბრინჯაო. საბა მამალაძე ოზურგეთს აქვს ორი ბრინჯაო და ეს ერთადერთი ფინალისტი ყავთ ოზურგეთელებს საბა მამალაძე. დაიწყო შეხვედრა, რომელშიც წითელი ფორმით გახლავთ გარდაბნელი სპორტსმენი ლუკა გელაშვილი. ისეთ ფრთხილი დასაწყისი. ერთი ჭიდაობა გქონდა ჩვენ ერთი წვილი აი ანალოგიური დასაწყისით. ეხლა საჯის არჩევანი იქნება საინტერესო. მე ვერ გეტყვით ეხლა აქ უფრო აქტიური და უფრო პასიური ვინ არის. პასიურად მიიჩნიეს აქ გელაშვილიმ საჯებმა და ის დგება ჩოგჯენში და ერთხულას იღებს მისი მეტოქე. ოზურგეთელი სპორტსმენი, რომელმაც გუშინ საკმაოდ კარგად მოუგო დავითაძე და კარგი შეხვედრა მოიგო ნახევარფინალში. რაღაც ორიგინალური მეთოდით ამოატრიალა და საბოლოო ჯამში კი ნაღამ ორი ქულა მიიღო, მაგრამ აქ მართლაც თვითონაც არა, მეტოქე ყავდა თითქმის ბეჭებზე რაღაც წამიერად, მაგრამ დროზე დაუძვრა მას გელაშვილი. კარგი იქნება ხა პირველი ნახევრის ბოლომდე რამეს თუ მიაყოლებენ. ორი წუთი უკვე იწურება პირველი პერიოდისა. 3-0 საბა მამალაძის სასარგებლოდ ანგარიში. მთლიანობაში მაინც ესეთი განაცხადი გააკეთა მამალაძემ, თუმცა რა თქმა უნდა 3-0 ჯერ არ არის არაფრის გარანტია და დამშვიდების უფლებას ვერ მისცემს თავის თავს. ისე იგივე სცენარი რაც საწყის წუთებში იყო თუ არ ჩავხვდეთ იმ ერთ ეპიზოდს, როდესაც მამალაძემ 3 ქულა მოიპოვა, ამასობაში პირველი პერიოდიც უკვე მთავრდება. ო, მეორეში აფეთქდება ხო, პირველში ეს უნდა გააკეთოს გელაშვილმა. გარდაბნელებს კიდევ ვიყავთ ფინალისტები, საბა ფურცელაძე და რატი ტალიკიშვილი. სულ ყავდათ 5 ჯერჯერობით ერთმა მოიგო, ერთმა წააგო. და ეს არის მესამე ფინალისტი. ანრი კუტკარაძეს, აჭარა, გიორგი ალანდაშვილს, ეს არის მე-7 წონითი კატეგორია.
Lunch. Levandov Jovicic's Cardano. დაიწყო მეორე პერიოდი 3-0 გახლავთ ჯერჯერობით ანგარიში საბა მამალაძის უზურგეთელი სპორტსმენის სასარგებლოდ. აქ შენივრად გადმოიღო მამალაძემ. 7-0 უკვე მის სასარგებლოდ და ძალიან ახლოს არის იგი წმინდა მოგებასთან. ოზურგეთს ფინალში ერთადერთი წარმომადგენელი ყავდა საბა მამალაძე და ისიც ახლოს არის ოქროს მედლის მოპოვებასთან, თუმცა ჯერჯერობით საჭიდაო საკმაოდ ბევრი 2 წუთი და 15 წამი იმის მიუხედავად რომ მას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს წმინდა მოგებას. ისულის სადამაღამეა მიიყვანა ბოლომდე აჭაველმა კი გარდაბნელმა ბოდიში ლუგა გელაშვილმა. უნდა ვთქვათ რომ მამალაძე ძალიან კარგად დაუსხლდა აქედან. მამალაძეც გამოცდილი სპორტსმენია გვია საკობრივ ნაკრებებში, მასაც აქვს საზღვარგარეთ მედლები მოპოვებული და გამოცდილება ნამდვილად საკმაოდ გვარიანი გააჩნია. ეხლა მე მგონი უკვე მამალაძე დიდად არ ცდილობს შეტევას, თუ რა თქმა უნდა მომენტი მიეცემა გამოიყენებს. აი გაიყვანა ძალიან მარტივი ტაქტიკა და მამალაძე 4 ოქროქი ხა აი მომენტისთვის აჭაროს თვითონ გარდაბანს უზურგეთსა და ხობს. დაგვრჩა 3 ფინალი, შემდეგი ბრძოლა იქნება ესეთი. პირველ ხალიჩაზე ლექსო თირკია ხობი და ლუკა კოჩალიძე აჭარა 87 ჩვენთან ბრინჯაოს ფინალი იქნება. გოგა წერეთელი თბილისი და